Mamo, დაგვოცეთ. დაწესება დაგოცოთ მეთქვა. Mamo, აი გიორგო ბამოდის და განსაკუთრებულად გიყვართ ვიცი და ქართველებს ძალიან უყვართ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით აი წმინდანებს როგორ უნდა ვევედროთ და როგორ უნდა ვცეთ ჩვენი ცხოვრება. საქართველოში ყველაზე მეტი საოცავია წმინდა გიორგისა და იყო მხედართმთავარი და როგორც კი გაიგო მეფემ რომ ქრისტიანი იყო ეს წმინდა გიორგი უყვარდა როგორც შვილი ისე მეფე დიოკლეტიანეს, იმიტომ რომ მამაც მხედართმთავარი იყო და როგორც კი გაიგო რომ ქრისტიანი იყო სიყვარული შეეცვალა სიძულვილა და 6 თვე ყავდა საშინელ წაემაში მე თავის მოკვეთა და წმინდა გიორგი აგებულებულა რაც მეფისადმი ვინც მაგას აწამებდა და ვინც ამაწვევდა 100,000-ობით ქრისტიანი და მეტყვი სმერთისადმი, იმიტომ რომ რაც განსაცდელი რომ ზოგი ბოროტდება, აი როგორც ორივეზაკი ხო იყო ერთმა გაჭირვებამ განსაცდელმა ჯვარცმა მიიყვანა გმობამდე, მეორე კიდე ვერიქით სინანულამდე და წმინდა გიორგი ყველასთვის საყვარელია და ქართველების, იმიტომ ქართველებს შეიძლება ეწამებოდნენ ქრისტეს ფენისა გამო. და ცნობილია რომ წმინდა გიორგი ფიზიკურად ეხმარებოდა ომის დროს დავით მეფეს და სხვებსა. ვნახეთ ისტორიკოსები აღნიშნავენ ხალხი მიიწვდა. ასევე ყველა ადამიანს ყავს ფარველი ანგელოზი და ვინც მონათულები ვარ და ყავს ფარველი წმინდანების სახელიც ქვიათ. ამიტომ თილას ხამას უნდა დახმარება ვთხოვოთ ფარველ ანგელოზს და წმინდანს ვინც სახელი ქვია. ერთ დღეს ახან იყო 100,000 ეწამა. იქ ხო და ნიკოლოზი, გიორგი, დავითი, ანტონი ცნობილი სახელებია წმინდანების, მაგრამ არის ესეთი სახელები, რომლებიც შეიძლება იფიქრო რომ თუ არ გასვოს ნათობის სახელი, რომ იფიქრო რომ ეს არ არის შეიძლება არ იყოს წმინდანი, მაშინ უნდა კალენდრებში არის 100,000 მოწამისანი ყოველდღე წმინდანაში 100,000 სახელები წმინდანების და შეიძლება შენი სახელიც იყო და შეიძლება ოთარიც იყოს, რევაზიც იყოს და სხვები. ამიტომ იმას უნდა თქო შემძეობა იმ წმინდანეს დილას საღამოს და ფარველ ანგელოზს. და საერთოდ პატრიარქის გამიცით რომ წმინდა გიორგი ერისფარველია წმინდა ნიკოლოზი ეკლესიის. ერისფარველი კიდე რას ქვია? აი ეკლესია ვართ, ეკლესიის წევრების მმართველები ვართ, მაგრამ ის მმართველები არა ვართ. ისინი შევდივართ ერში. ეს წმინდა ცნობილია რომ წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი მოსულობენ არა მარტო მართლმადიდებლებისთვის და ცნობილია მე მყავს ნაცნობები ყაზახստანში და ზოგ მუსულმან ქვეყანაში და ძალიან უყვარს წმინდა ნიკოლოზი. ასევე ცნობილია რომ ესე იგი იაპონელი იქნება თუ სხვა ეროვნების სხვა საწუნოების წმინდა ნიკოლოზი ეხმარება. რატო იმიტომ რომ ქრისტეში ვართ ყველა ძმები ქრისტეში და ხშირად ვამბობ რომ ჩვენი პირველი მეფე ქრისტიანი იყო ირანელი წარმოშობის მეფე მირიანი. ასევე 300 წელი არაბების მონοπოლს გვიჩვავდა ქართული ეკლესიამ თბილისი ფარბათაში აკუთვნილი და ქრისტეში ხდება ეს ძული საწუნების გამო სხვა ეროვნებისა და კიწერიანოს სამტრისთვის და სასაცილოგი ხდება. ხდება რეალობა მის მაგალითია წმინდა გიორგი. ადამიანის უდეებისთვის ვინც ამოწყვეტა 100,000 ქრისტიანი. მის მაგასაც აწევდა 6 თვე. ამისთვის ლოცულობდა და მართლაც ამ წმინდა ქრისტოსი ეს ტირანი ფაშისტი კაცი გახდება პატრიარქოსი მშრომელი მეფე. გაგახაროთ მეთქვა. დიდი მადლობა და მამო თუ შეიძლება ის კითხვა რომ აი რამდენი მნიშვნელობა აქვს ხა სხვადასხვა ენებზე არსებობს აი ფრანგულად ბერძნები არიან სიტყვაზე იქ ინგლისურად აქვს აი ამ წმინდანების ქადაგებაში მაგალითად აი წიგნები რაღაც ან აი მღვდლის ქადაგებას ამდენად აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა ენაზე ხო იმიტომ რომ ძალიან ნაციონალურად რომ უყურებს ვინც უყურებს რაღაც ამდენადიან ზოგი რომ აი ქართულად დაელაპარაკებს ზა ხო იქნება და ხესუსოს კიდე რა არის ქებაიდა დიდები ქართულის ენისა და ზოგიერთი ფიქამდევიდიან რომ ესე ის ქართული ენას აღმერთებენ და მაშინ მოგოს მაგალითი 70 წლის არ გასვლა იფიხანი ასაც ქვია საბჭოთა საქართველო ქართულ ენაზე მესური თქვა რომ მეთი არის გიჟიო და ჩამოჩენ ასევე არიან არხები რომლებიც ქართულ ენაზე არა ესე იგი უკეთებენ რეკლამას სიძვამშობა და სიტყვაობას და ამიტომ ქართულ ენაში კი არ აქვს ღმერთი თუმცა ღმერთი ხარ იმით ვამაყობ ჩემი წინაპრებით ის 100,000 ეწამა თუ კიდაც წმინდა გიორგი წმინდანები თუ დიდი ისტორია გვაქვს
უნდა მადლობდე ღმერთსა. მიაწერ შენ თავს, იმას ქვია ხიბლი, იმას ქვია შეადმა მოგრო. ეშმაკი გადაებულა სადნას ვეძახით, იყო ანგელოზი თავარი და ამბარდავნება მგახადა. რუსულად ყველა საიზღარი ცოდვა ვთეცინაში არის ამბარდავნება და ამიტომ თუ დიდი ისტორია გვაქვს, მადლობა უთხრათ ღმერთსა. მეჩი კარგი ხარ და მეტის გარეშე მუტარი ხარ. ამის მაგალითია 70-იანი საბჭოთა საქართველოს. როცა ოფიციალურად მოგეთქვა მეტი არისო, გიჟიღავი და ჩამოჩიე. გაგახაროთ მეთქვა. დიდი მადლობა. და მამა ერთს კითხავ კიდე, აი ზოგს მაგალითად აი არ უყვარს ბერძნულად ლაპარაკობენ, ზოგს რაღაცა სლავურად სიტყვაზე და ამ შემთხვევაში აი ეს არ იცოდვა თუ არ არის. მე სიტყვამი და აი ისევ შევეკხები ამ საკითხს წმინდანები ერთმანეთისგან არ იცოდნენ და სულ წმინდით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ამიტომ დამიჯერეთ რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ენაზე გადაგებდეს, ქართული იქნება თუ ბერძნული იქნება თუ რუსული იქნება თუ ინგლისური თუ ფრანგული. ახლა მე რო არაბული და თურქული რო ვიცოდე, გადაგებდი არაბულად და თურქულად. რატო? იმიტომ რომ ჩემთვის, მოწუნესთვის, მით უმეტეს თულისთვის ცხოვრება არის ქრისტე. და რა ენაზეც ვიცი, აი ვიცი მაგალითად რუსული სხვა ენა. რო ვიცოდე ინგლისური, ფრანგული, არაბული, რანული, აუცილებლად ვიქადაგებ, შინომი და იაპონური, იმიტომ რომ ჩემთვის ხსნა არის ქრისტეში და შეიძლება ეს ხსნა არ გადავწევს სხვებს. რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება, ქრისტე არის სიცოცხლე. ღმერთი არის სიყვარული. გაგახაროთ მეთქვა. დიდი მადლობა. დაგოცეთ.